და საღამოს შერატონ მეტეხი პალაში თეატრალიზებული წარმოდგენა სამოსელი ქართული გაიმართება. ტრადიციული ქართული სამოსისა და მაღალი მოდის სინთეზს ეთნოგრაფ დიზაინერი მაია ბაქრაძე წარმოგიდგენთ. შოუზე ნაჩვენები იქნება ბუნებრივი საღებავებით შესრულებული ძველი ეროვნული სამოსი და ასევე ფრესკებისა და ნახატების მიხედვით აღდგენილი უძველესი ტანსაცმლის მოდელები. კოსტიუმები სამოდელო სააგენტო ნატალის გოგონებთან ერთად ქართული საბრძოლო ხელოვნების პლასტიკის თეატრის მოცეკვავები და ავსტრიის კონსული ევა ბერგერი წარმოადგენს. რეკლამის შემდეგ ჩვენი კორესპონდენტი მაია ლომიძე შერატონ მეტეხი პალასიდან ჩაგვერთვება, სადაც შოუს გენერალური რეპეტიცია უკვე დაიწყო. თქვენ პირველებს გექნებათ საშუალება სამოსი ქართული პირდაპირ ეთერში იხილოთ. მშვიდობისა, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. დღეს საღამოს შერატონ მეტეხი პალაში თეატრალიზებული წარმოდგენა სამოსელი ქართული გაიმართება. ტრადიციული ქართული სამოსისა და მაღალი მოდის სინთეზს ეთნოგრაფ დიზაინერი მაია ბაქრაძე წარმოგიდგენთ. შერატონ მეტეხი პალაში ამ წუთებში უკვე მიმდინარეობს შოუს გენერალური რეპეტიცია, სადაც ჩვენი კორესპონდენტი მაია ლომიძე იმყოფება. ახლა ჩვენ ვახურდება გიორგი ციტრიაშვილი, თეატრის ხელმძღვანელი და შოუს რეჟისორი. მშვიდობის გიორგი, პირველ რიგში თქვენი რეკვიზიტის შესახებ, თქვენი კოსტიუმების შესახებ. ჩვენ კოსტიუმებს რაც შეეხება, ნაწილი კოსტიუმების არის ქალბატონი მაია ბაქრაძის შეგარული, ხოლო ნაწილი არის ძველებური ხევსურული სამოსი. ძველებური ხევსურული საბუშოვე. ძველებური ხევსურული არის ჩამოტანილი ხევსურებიდან, ოჯახებიდან, ვარცხოვის ჩვენი სამოსი და წარმოდგენილი არის დღეს ჩვენებთან წარმოდგენილი იქნება. თქვენი თეატრი საკმაოდ ახალგაზრდაა. ქართული საბრძოლო ხელოვნების პლასტიკის თეატრი ახლა დაარსებული არის და რაც შეეხება ისტორიას. ჯერ იყო ქართული საბრძოლო ხელოვნება, რომელიც წლების განმავლობაში ეწეოდა ეთნოგრაფიულ მუშაობას, ექსპედიციების შედეგად მოძიებული მასალები დამუშავდა და უკვე მინდოდა რომ ეს ქართველი მაყურებლისთვის წარმოგვეჩინა რაღაც ფორმით. შეკვის ფორმატში ეს არანაირად არ შეიძლება, იმიტომ რომ მარტო მშრალი ილეთებისა მოძრაობების აქ არის საბრძოლო პლასტიკა, საბრძოლო ხასიათი. რაში შეიძლება ადამიანმა ეს გამოიყენოს გარდა იმისა, რომ უყურეს და ეს არის ქართული კულტურა, როგორც ქართული ცეკვა, ქართული სიმღერა, არის ქართული საბრძოლო ხელოვნება და მე მგონი ქართველები უნდა გაურთქილდნენ თავიანთ კულტურას, იმიტომ რომ თუ სიყვაზე იაპონიაში ურთქილდებიან საბრძოლო ხელოვნებას, ევროპაში ურთქილდებიან საბრძოლო ხელოვნებას, თავის ეროვნულს, მე მგონი ქართველებისთვის ცუდი არ იქნება, თუ ისინი გაურთქილდებიან თავის კულტურულ მემკვიდრეობას. დიდი მადლობა, მე აღარ მოგაცდენ. დიდი მადლობა, აი მაშინ დღეს საღამოს გაიმართება სწორედ და შოუ სამოსელი ქართული, სადაც წარმოდგენილი იქნება უძველესი ქართული ტანსაცმელი თეატრალიზებული წარმოდგენით. რეკლამის შემდეგ ჩვენ ისევ დავუბრუნდებით ეთერში, ასევე დაგვრჩით.